იყო ძალიან დიდი კორუფციული გარიგებები, ის შემდეგაც განაწილდა ეს ბინები უსამართლოდ. მე მქონდა 7 ქულა, ხოლო ეს ექსკულიანებს 32-ვე ოჯახს ექსკულიანებს გადასცეს 32-ვე ოროთახიანი ბინა, ხოლო 7 ქულიანი გარეთ დარჩი. ხოლო როდესაც შემდგომში უკვე მივმართე შემდეგ გადავამისამართე თაბკაშვილზე ჩემი განაცხადი, აქ უკვე საშემოსავლო ნაწილში დამეკარგა ერთი ქულა 6 ლარის გადაცდომით თავიანთი ანგარიში და როგორც ანგარიშობს ეს დევნილთა სამინისტრო, აქედან ჰქონდა 6 ლარის საშემოსავლო ნაწილში 6 ლარით ზედმეტი. როცა ვკითხე რა მოხდა, თუ მე ერთი ქულა დამეკარგა მაშინ როცა მე მეკუთვნოდა ბინა და არ გაითვალისწინა დევნილთა სამინისტრომ, ამ შემთხვევაში რატო ხდება, რომ 6 ლარის გამო ხდება ეს ერთი ქულის დაკარგვა. ამ შემთხვევაში მე შეგახსენებთ, რომ თქვენი ძმის აღმავლობა ძალიან ბევრჯერ შემახსენეს ჩემი ძმის ნაციონალურ მოძრაობაში აქტიურად მონაწილეობა. აქ ხედავდი როცა მივდიოდი მე დევნილთა რეგიონალურ სამმართველოში, აქაც მოხდა ფაქტი, როცა წამომაძახეს საუთხარი რომ არ არსებობდა არანაირი კანონი, მითხრეს რომ ძალიან